მოგესალმებით. განვიხილოთ ციფრული ხელსაწყო, რომლის მისამართი არის გენიალი. მოცემული საიტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა ტიპის ციფრული რესურსი. მოდით პირველ ეტაპზე გავიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად დავაწყებთ create your account, free account და როგორც ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ საფეხურებრივი რეგისტრაცია ან შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე არსებული ჩვენი მომხმარებლები, როგორც ხედავთ, აქ გვიჩარს Google-ის მომხმარებელი, მაგრამ თუ დავაწვევით others, გვაქვს ასევე Microsoft Office 365-ის მომხმარებლით რეგისტრაცია. მოდით მე ამ ეტაპზე ავირჩევ Office 365-ს. როგორც ყოველთვის, უნდა შევიყვანოთ ფოსტა და პაროლი. ჩვენ შემოვედით საიტზე და საჭიროა კიდე რამოდენიმე საფეხურის გავლა. გვეკითხებიან თუ რა მიზნით გამოვიყენებთ მოცემულ ციფრულ ხელსაწყოს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვეუბნებით განათლებისათვის, ჩემ შემთხვევაში, შემდეგი ვინ ბრძანდებით მასწავლებელი, სტუდენტი, ადმინისტრატორი, დიზაინი თუ ასე შემდეგ, მე მივთითებ მასწავლებელს, შემდეგი გვთავაზობს, რომ გავიაროთ პატარა ექსკურსია, თურისი გაკეთება შეგვიძლია Genial-ზე, შეგვიძლია დავადასტუროთ, შეგვიძლია უარი ვთქვათ. მე ამ ეტაპზე უარს ვთქვი. ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით მოცემულ საიტზე და შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა.